მელას მადლობა. ერთ სოფელში ღარიბი ბერიკაცი ცხოვრობდა. ერთხელ ქალაქში წასვლა დასჭირდა. სოფელს რომ გასცდა დაინახა, ბავშვებს მელა დაეჭირათ, თათები შეეკრათ და მიწაზე გაათრევდნენ. შეეცოდა ბერიკაც საბრალო ნადირი. ჰეი, ყმაწვილებო, მომყიდეთ მელა, 100 მონს მოგცემთ. ბავშვები სიხარულით დათანხმდნენ. ბერიკაცმა მელა მხარზე მოიგდო, ფიჭვნარში შეიყვანა და უთხრა. მელა კუდავ, იცოდე, დღისით მზისით მთიდან აღარ ჩამოხვიდე, სოფელს არ გაეკარო, თორემ კიდევ დაგიჭერენ და შავი დღე დაგადგება. ახლა კი შინ გაიქეცი. ბერიკაცმა მელაკუდა გაუშვა. მელაკუდას მადლობის ნიშნად ცრემლი ღვარად ჩამოსდიოდა. ასე ტირილ-ტირილით დაბურული ტყისაკენ მოკურცხლა, მაგრამ ვიდრე თვალს არ მიეფარა, სულ უკან იყურებოდა, ბერიკაც უყურებდა. ამ ბერიკაც ხანდახან დალევა უყვარდა. ამჯერადაც ქალაქში საკე დალია და შინ დაბრუნებულმა ფიჭვნარი ბარბაცით გამოიარა. უცებ გზის პირას სწორედ ის მელაკუდა გამოვარდა. მოხუც თავაზიანად მიესალმა და უთხრა. ბაბუა, შენ რომ იმ დღეს სიკვდილს გადამარჩინე, მადლობა მინდა გადაგიხადო, მაგრამ რა ვქნა, არაფერი რომ არ მაბადია, მე ხომ მხოლოდ მელა ვარ. აი რას გეტყვი, სოფელში ტაძრის წინამძღვარს ამ დღეებში ქვაბი გაუტყდა. მისოს წვნიანს ვერაფერში მოხარშავს. მე ქვაბად გადავიქცევი, წამიღე წინამძღვართან და მიმყიდე, ცოტაოდენ ფულს იშოვი. მელამ რკალივით შემოივლო გარშემო კუდი, სამჯერ შემოტრიალდა და უცებ გაქრა. მის მაგიერ გზასთან ქვაბი იდო. ბერიკაცმა გაიფიქრა, რახან მელაკუდა ქვაბად იქცა და ჩემი პატივისცემა უნდა, მისი გზაზე დატოვება არ შეიძლებაო. აიღო ქვაბი და ტაძარში წავიდა. ტაძრიდან წინამძღვარი გამოეგება. ქვაბი ხომ არ გჭირდება? კითხა ბერიკაცმა. წინამძღვარს მართლაც სჭირდებოდა ქვაბი. სწრაფად ჩაუთვალა ფული და ქვაბი გამოართვა. გაუხარდა ბერიკაც, ფული ისე წამოიღო, არც დაუთვლია და სწრაფად გასწია შინისაკენ. წინამძღვარი გახარებული დარჩა, რომ ასე იაფად იყიდა მოზრდილი ქვაბი და გადაწყვიტა მთელი წლის სამყოფი მისო მოეხარშა. ხალხს თავი მოუყარა, მსახურებს უბრძანა ქვაბი წყლით გაავსეთ, შიგ ცერცვი ჩაყარეთ და ცეცხლზე შემოდგითო. როგორც კი ცეცხლი აბრიალდა, ქვაბმა მაშინვე დაიწრიპინა. ვაიმე, მსახურებო, ვიწვი! და მოკურცხლა ცერცვიანად. დაიჭით! აყვირდნენ ყველანი და გამოუდგნენ ქვაბს, მაგრამ რას დაეწეოდნენ? მეორე დღეს ბერიკაცი მთაში წავიდა ფიჩხის ჩამოსატანად. უცებ საიდანღაც მელა გამოცუნცულდა. რაო, ბაბუა, ფიჩხს აგროვებ? ბერიკაც გაუხარდა. შენ გუშინდელი მელა არა ხარ? ცუდი დღე კი დაგადგა, ქვაბად რომ იქეცი ვიფიქრე რა ეშველება მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ ხედავ კარგად ხარ. მსახურებმა ცერცვი ჩამაყარეს, მისო უნდა მოეხარშათ. უპასუხა მელამ მოხუც. მე კი გამოვიქეცი, ცერცვით წამოგიღე საჩუქრად. მერე კი მთაში დავიმალე, მაგრამ შენი სიკეთისთვის ჯერ კიდევ მთლიანად არ გადამიხდია, მადლობა. ახლა ცხენად ვიქცევი, შენ კი ვინმე მდიდარ კაცთან მიმიყვანე. თქვა ეს, კუდი რკალივით შემოილო, სამჯერ შემოტრიალდა და შესანიშნავ შავრად ცხენად იქცა. რას ამბობ? გაასავსავა ხელები ბერიკაცმა. არა ღირს ამდენ შეწუხებად, მაგრამ რახან უკვე იქეცი ცხენად, მეტი რა გზა მაქვს? მოხუცმა ცხენს სადავეში ჩასჭიდა ხელი და ქალაქში მდიდარ ვაჭართან წაიყვანა. ვაჭარს ცხენი ძალიან მოეწონა. დიდებულია, თქვა და მოხუც ფული ჩაუთვალა. ბერიკაც ამდენი ფული არასოდეს ენახა. სიხარულისაგან აღარ იცოდა რა ექნა. ვაჭარი კი ფიქრობდა, რა იაფად ვიყიდე, რა ლამაზი, კარგად გახედნილი ცხენია. ქალაქში ასეთი ცხენი გაცილებით უფრო ძვირი ღირსო. საღამოთი ცხენს მოსართავები რომ ახსნეს, მაშინვე მთისკენ მოკურცხლა. ბერიკაცი მეორე დღეს კიდევ წავიდა ფიჩხზე. ხედავს, ისევ ეძახის მელა. ბაბუა, წუხელ საჯინიბოდან გამოვიქეცი. იცი რა, ერთ ჯაჯღანა მოხუცს ცოლი მოუკვდა. ახლა ახალგაზრდა და ლამაზი ცოლის შერთვა უნდა. მოდი, მე წამიყვანე. თქვა მელაკუდამ და ახალგაზრდა ლამაზ ქალად იქცა. ბერიკაცმა წაიყვანა და იმ დიდარ ჯაჯღანა მოხუცთან მიიყვანა. როგორც კი ქვრივმა ლამაზი ქალი დაინახა, თავბრუ დაესხა.
ბერიკაც ბოლომად ფული აჩუქა და მეორე დღისთვის დანიშნა ქორწილი, მაგრამ მელაკუტა ღამით გაიქცა და მთაში დაბრუნდა. მას შემდეგ ბერიკაცი გამდიდრდა, ის და მელა განუყრელი მეგობრები გახდნენ. მელა სიკვდილამდე მის სახლში ცხოვრობდა და დიდ პატივისცემაშიც იყო.